არამე ამელია გირჩი დროა დღეს სამცხე ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნის. უკვე გაიხსნა ოფისი ნინო წმინდაში, სადაც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მოსახლეობას შეხვდა და მათ გაერთიანების ხედვები გააცნო. მათ შორის თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის საჭიროებაზე. სამხრეთ საქართველოში, სამხრეთ ჯავახეთში, არაჩვეულებრივ ადგილას ქალაქში ნინო წმინდაში და ვიხარია დღეიდან ჩვენ გვაქვს აქ ოფისი საარჩევნო ნომერ 4 კოალიციას ცვლილებისთვის აქვს საბრძოლო პოლიტიკური штаბი, რომელიც ყველაფერს გააკეთეს იმისათვის, რომ ადგილობრივი ფეოდალები დამარცხდნენ ნინო წმინდაში. თუ სადმე არის განცდა სახელმწიფოებრივი დასაბრუნებელი, დიახაც ეს არის ნინო წმინდა და რას გულისხმობ? გულისხმობ, რომ მოქალაქეს უნდა დაუბრუნდეს განცდა, რომ ის არის ბატონ პატრონი ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოსი და არა ადგილობრივ ფეოდალებს უნდა გქონდეს განცდა, რომ თითქოს ისინი არიან ბატონები, პატრონები, ისინი არიან სახელმწიფო და სხვა დანარჩენი ნინო წმინდელი არის მოსამსახურე პერსონალი. არავითარ შემთხვევაში 26 ოქტომბერს ნინო წმინდა ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის ფეოდალიზმზე, უარს იტყვის ოლიგარქიულ მმართველობაზე. აქ არიან პატარა ბიძინა ივანიშვილები, წილე ბიძინა ივანიშვილები და კოალიციური მმართველობა წარსულს ჩააბარებს ნინო წმინდაში ოლიგარქების მმართველობას, რომელიც ობიექტურად უნდა ითქვას არ დაწყებულა მხოლოდ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ყველა პროცესს აქვს დასაწყისი და დასასრული და ესაც დასასრული დგება ფეოდალებისთვის 26 ოქტომბერს. ცხოვრობს ძლიერი ახალგაზრდები, ვისაც უნდა ცვლილება, კარგი ცვლილებები, ეფექტური ცვლილებები. დღეს ჩვენთან ნინო წმინდაში შევიდა კოალიცია ცვლილებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად შევიძლიათ ბევრი რამე კარგის გაკეთება არა მარტო ნინო წმინდისთვის, ან მთელ ქვეყნისთვის.